იცვლის და მოვა ალბათ და ერთად დაგიკავშირდებით. თაბა ვნახოთ რა ხდება ერთი ლაივში. გამარჯობა, მიყვარხარ ჯავა, ვაიმე მეც მიყვარხარ. თქვენ გენაცვალეთ გულში, აი მიყვარხარ ჯავა ხო რომ წერთ, აი ისე მეტად, აი არ ვიცი, აი იმ ხელა პატივისცემას გრძნობ თქვენგან, რომ აი მინდა რომ ყველას ჩაგეხუტოთ, მოგეფეროთ და აი გესიყვარულოთ რა. ვაიმე რა ხდება, ჩემ თავთან დაკავშირებით რაღაცა მგონი, ოპა, ახლა დავიბანე და ჯავა მიყვაო, რამდენი მიყვარხარ, აი თქვენ გენაცვალეთ. მოიცა 1-2 წუთი დაველაპარაკები ხალხს რა, ერთი მინდა რომ ჩემ ხალხთან 2 წუთი და მიყვარხარ ჯავა, გამარჯობა, მიყვარხარ. ვაიმე ბიჭო 2 წუთი ბიჭო, ზუსტად 10 წუთი მჭირდება, 5 წუთი მჭირდება. ვიცი, მაგრამ კაი გამოუშვით. მარიამის აი ხა ბიჭებს ჩავრთავ, მაგრამ იმას ვქნათ რა, თან დავამიუთებ ხა და თან გებაზრებით რა. მეგობრებო, აი თქვენ ხართ ნამდვილი ძალა ჩემი მართლა რა, ნახე. მოდი ახლა გესაუბრებით განვითარებულ მოვლენებზე რა, ყველაფერზე აბსოლუტურად. დღეს არის მარიამი აუთსაიდერი და ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება მარიამს ახლა ყველაზე მეტად. ამიტომ ყველა მინდა რომ ხარი დაუჭიროთ მარიამს, აბსოლუტურად ყველა ხარი დაუჭიროთ მარიამს, იმიტომ რომ მას სჭირდება ახლა ყველაზე მეტად ჩვენი დახმარება რა. იმიტომ რომ ეს ადამიანი მართლა მომენტში შეიძლება აუ მე ძალიან მიყვარხარ მარისა და მარი მოვა იცვლის მოვა აუცილებლად მეგობრებო. მარიამზე სულ კომენტარები არ დაწეროთ, თორე აქედან აუცილებლად გადაწეროთ. ლაივიდან მარიამზე ვინც კი სულ კომენტარი დაწერს, მეგობრებო, გთხოვთ რომ აუცილებლად ლაივიდან გააზრდოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ იმსახურებს ესეთ კომენტარებს. აუცილებლად ლაივს დღევანდელ ლაივზე აუცილებლად ყველანი შემოდით და ყველაფერი განიხილება მან. ყველაფერს ვიტყვი აუცილებლად ლაივზე, სადაც ყველა ადამიანმა უნდა უყუროს, რასაც ყველა ადამიანმა უნდა უყუროს ამ ლაივს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცაა ისეთი, რაც გასაჟღერებელია და აუცილებლად გავაჟღერებ მაგ ყველაფერს. ამიტომ ძალიან ბევრი სალაპარაკო მაქვს, იმედია მომცემ იმის საშუალებას რომ ვისაუბრო. აუცილებლად მექნება იმის შანსი რომ ვისაუბრო და ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს განვიხილავ. და მანამდე მინდა რომ გესაუბროთ რაღაცეებთან დაკავშირებით რა. 093-303-303 იქნება მარიამის ნომერი, ბოლოს 3 თავდება ყველა ადამიანი რო გადავიდეთ და მარიამს ხარი დაუჭიროთ, ეს იქნება ჩვენი გახარება გულის, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა. მიყვარხარ მარიამ, შენი ძმა ხარ, მიყვარხარ ჯავა, სალამინორიოდან, უღრმესი მადლობა. აუ მიყვარხართ სულ ყველა, იმდენი მიყვარხარ იწერება, რომ აი არ ვიცი. მეგობრებო, ზუსტად ესა ჩვენი ადამიანობა, ჩვენი სიკეთე, რომ ნახეთ ერთმანეთს ერთ მიყვარხარს და ცხოვრებაში ვთესავთ სიკეთეს. რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით. ჩვენ თუ სიყვარულს ვთესავთ, აუცილებლად მოვიმკით სიყვარულს. ამიტომ ყველამ ვეცადოთ, რომ ადამიანი როგორიც არ უნდა იყოს და რა შეცდომებიც არ უნდა ქონდეს დაშავებული, ზურგი არ ვაქციოთ და სიყვარულისკენ მოუწოდოთ, დამიჯერეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი წინ დაგხვდებათ. მე დამხვდა წინ ეს ყველაფერი. ხმა როგორ უნდა მივცეო, მესენჯერზე გადადით და მესენჯერზე რომ გადახვალთ, იქნება მარიამს მიეცით ხმა. აი ნახე, ძალიან ბევრი კომენტარი წავა. 093-303-303 ძალიან მარტივი. ბიჭო, რანაირად ემსაკეთებს? გათუნია მაჩუქეს. მეგობრებო, ნახეთ, რაღაც საგხსნით ახლა უცებ რა. აუ, ეხლა ვერ გავიგე, სად იყო თამაში თუ ისე ვერ მივხვდი. აი მოდი ეს მოვუგოთ ბიჭებს და მერე ვიბაძოთ რა. მე ამ სხვაზე თუ მაგიტომ ნიკა მიყვარხარ და იმედი მაქვს მარიამ. მეგობრებო, ხო იცით რაც არ უნდა მოხდეს, მარიამს კბილებით დაუცავ და რანაირი დაბყოლებაც არ უნდა შემხდეს, ყველაფერს გადავლახავ რომ ის ადამიანი მართლა ანუ წარმატებას მიაღწიოს რა. მე იმისთვის არ ამ პროექტში შემოსული რომ ჩემი ადამიანობა, ჩემი სიკეთე, ჩემი სიყვარული დავანახო ყველას და ზუსტად აი ამ სიკეთი და სიყვარულით იცხოვრე ყველა რაღაცებს მიგზავნით ბიჭო, გიჟები ხართ, უღრმესი მადლობა რა, საყვარლები ხართ ბიჭო. ხო ეგრევე შემოვედი მეთქი რავი. 1-20 წუთია აქ ვარ მართლა.
მარიამს მიეცით ხმა გთხოვთ რა, რაღაცნაირად იქნება რამენაირად შევძლოთ რა. უღრმესი მადლობა აი ამ ყველაფერთვის ახლა აქაც ხდება, იმიტომ რომ ამითაც მეხმარებით სიმართლე რო გითხრათ და უღრმესი მადლობა მართლა ყველაფერთვის რა. ერთადერთი თხოვნა მექნება ახლა აი რაც შეიძლება რომ ჩემთვის გააკეთოთ და იმდენ საკეთებთ მართლა ჩემთვის რა, რომ აი უბრალოდ არ ვიცი სიკეთე როგორ გადაგიხადოთ ყველა ადამიანს, ჩემს ადმინისტრატორს, ჩემს ჩატში ვინც ხართ, ეხა 1500 კაცი მიყურებს, 700 კაცი მყავს ჩატში რა. აი ყველა ადამიანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისაც, რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ ვაფშე ყველაფერს ხედავ და ზოგჯერ ჩემთვის ვეუბნები ხოლმე რომ აი მომენტში რა, ანუ რატო აკეთებენ ადამიანები ამდენს, ხო? ანუ ერთი უბრალო ადამიანი მე ვარ უბრალო ადამიანი, მე განსაკუთრებული არა, თქვენგან განსაკუთრებული არაფრით არ ვარ. მე ვარ უბრალო ადამიანი, რომელსაც უბრალოდ უნდა რომ ხალხს მოუწოდეს, რომ სიკეთე დათესონ და სიყვარული დათესონ ამ ქვეყანაზე, მეტი არაფერი. და ჩემ თავს უსმენ ხოლმე შეკითხვას, რომ აი ჯავახ, საიდან დაიმსახო რა ამდენი ხალხის სიყვარული თქო რა და ჩემ თავს უცემ ხოლმე პასუხს, რომ აი იმით რომ ხალხს დაანახე და ხალხს უთხარი რომ ცხოვრებაში მხოლოდ სიკეთე და სიყვარული უნდა დავთესო. თუ მეგობრებო ადამიანს დავინახავთ რომ იმ ადამიანს მაგალითის დონეზე არ ეხერხებ. ბიჭებო, კიდე აი ვითამაშოთ. ეს უბრალოდ იყო ჩართული, მე თქვენ დაგელაპარაკებით, სამკურნა იუმორის ხმა გათიშული მაქვს ამჟამად, რომ თქვენ გადმოგცეთ ეს ბარემ თან იმას შევიტრავი ერთმანეთს ვეთამაშებთ. ნახეთ. ყოველთვის. უნდა წამოვიდე სადმე? ჰა? 4 წუთში. კაი. მეგობრო, ნახეთ როგორი სიტუაციაა რა. ადამიანები ვართ, ყოველთვის მოგდის შეცდომები. ამით მარიამის საქციას არ ვაправებ რა, რასაც ანუ 1400 კაცის თვალწინ გეუბნებით. ეხლა მარიამს არ ვამართლებ მაგ საკითხში, იმიტომ რომ მაგ საკითხში მართლა მექსიკები არ უნდა წაეჩერებინა მარიამს, მაგრამ მაგასთან ერთად ძალიან ბევრი საკითხი არის განსახილველი და დღეს ლაივზე ამ ყველაფერს ვისაუბრებ რა. ხო ხდებით რა. იმიტომ რომ მარიამ თავის წარსული ცხოვრებიდან ეხლა ახალ ფურცელს გადის, ხო ხდებით? და ამ ახალი ფურცელის დაწერაში უნდა დავეხმაროთ ჩვენ. მე თუ არ დავეხმარებით და თქვენ თუ არ დაეხმარებით და საზოგადოება თუ არ დაეხმარება, არ გამოვა არაფერი. ამიტომ ვეცადოთ რომ ადამიანები ვართ, ჩვენ გაგვაჩნია სიყვარული, ჩვენ გაგვაჩნია სითბო და ჩვენ ყოფილიყავით ნებისმიერ ადამიანის ჩვენ რო ყოფილიყავით ნებისმიერი ადამიანის ადგილას, როგორ მოვიქცეოდით. ხო ხდებით, ყოველთვის ეს ვიფიქრეთ ხოლმე. და რადგან ადამიანები ვართ, ადამიანობა გაგვაჩნია, ადამიანობაც უნდა ვიმოქმედოთ. თუ ადამიანს არ ესმის იმდენი და ნახეთ, ამ დონემდე არის. აქ თუ ხარ, უნდა ჩამოხვიდე და ადამიანს უნდა დაელაპარაკო ისე, რომ ეს ყველაფერი გაითავისოს რა, ნამდვილად, ანუ ეს იქნება სწორი, ეს არის ადამიანური ქცევა. დამიჯერეთ რა, ეს არის ყველაზე მთავარი რა, რომ ადამიანს თუ არ ესმის რაღაც, ის არ უნდა უთხრა, რომ შენ არ გესმის ეს რაღაც და არ დაგელაპარაკები და სერიოზულად ვერ გელაპარაკები. არა, პირიქით მეგობრებო, პირიქით, უნდა აქ თუ არის ადამიანი და აქ თუ არის ადამიანი და შენ ხარ აქ, უნდა ჩახვიდე და ისე უნდა აუხსნა, როგორც მას ესმის და უნდა გააგებინო. არ არსებობს ადამიანი, ვისაც რაღაც საკითხს ვერ გავაგებინებთ, იმიტომ რომ ადამიანები ვართ და ყოველთვის ჩამოყალიბდებით ერთ აზრამდე, იმიტომ რომ აზრი და სიმართლე და ჭეშმარიტება არის მხოლოდ ერთი. და ამ ჭეშმარიტებას მე სანამ ჰაუსში ვარ, ყოველთვის გავაჟღერებ და ვიტყვი. რაც არ უნდა იყოს. ეხლა მე მინდა ვისაუბრო იმ კადრების გავრცელებაზე, რაც გავრცელდა და ძალიან ბევრი ედიტი და ფოტო და რაღაცეები კეთდება. 1300 კაცის თვალწინ მინდა ვთქვა ეს ყველაფერი რა. ნახეთ როგორი სიტუაცია ახლა. იმ მომენტში მე რო წევარ და მძინავს და მარიამი რო გადმოდის უკვე ჩემთან მეორე მაგ ლოგინში რომ მოდის რა. ნახეთ როგორი სიტუაცია. მძინავს
lives თუ ვინც კარგად უყურეთ, ყველამ კარგად დაინახეთ, მაგრამ რეპორტაჟში ისი არის ჩასმული, თითქოს უბრალოდ გადმოწვა და მე ითიშება კადრი და ინტრიგას ტოვებს ხალხში. ეგრე არ არის, ნახეთ. ეხლავე აგიხსნით რა და როგორ და რანაირად იყო. ეხლა რო ავრცელებთ ვიდეოებს ეს არასწორია მეგობრებო. ეხლა ანუ თქვენ ადამიანების გაშავებით არ უნდა მიიღოთ სიამოვნება, მაგ მომენტში მარიამი რო გადმოწვა, მე ზუსტად 20 წუთი ვიყავი ზუსტად მძინარე პოზიციაში და რო გავიღვიდე და დავინახე მან რო იყო მარიამი, ავდექი და ჩემ ოთახში გადავედი. ეს ყველაფერი, ანუ თქვენამდე ვერ მოვიდა, იმიტომ რომ მხოლოდ ფოტოებია გავრცელებული. შეგიძლიათ გადაახუროთ ლაივი და ნახოთ, ან ფოტოებიც არის გავრცელებული მაშინ, როცა ვდგები და მივდივარ ჩემ ოთახში რა. ნახეთ ადამიანს, ნებისმიერ ადამიანს როგორც უნდა, ისე გაიგებს და ისე დაინახოს მაგ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ სიმართლე და ჭეშმარიტება თუ არ დავთესეთ ამ ქვეყანაზე, აუცილებლად უკან დაგვიბრუნდება რა და აი ამაში თუ დამიჯერებთ და დამეთანხმებით, ყველაზე დიდ აი პატივისცემას დაიმსახურებთ ადამიანებისგან. ახლა 1400 კაცი რომ მიყურებს, დარწმუნებული ვარ, ჩემი სამართლიანობა ჩემი სიმართლის და ჩემი ადამიანობის და ჩემი სიყვარულის გავრცელების გამო ვაკეთებენ ამ ყველაფერს რა. და კიდევ იმის გამო, რომ რა ორი 1500 კაცი მიყურებს, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვინც კი გულშემატკივრად და აი ყველა ერთი ზარი, ვინც კი ერთი ზარი გააგზავნა მარიამთან, რომ აი ესე მოდი მარიამს გულშემატკივრად, ვინც კი ერთი ზარი გააგზავნა მარიამთან, ყველას მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ სიკეთისთვის რა, იმიტომ რომ სიკეთე დარწმუნებულები იყავით, რომ ყოველთვის დაგიბრუნდებათ უკან. რაც არ უნდა მოხდეს. გაходით? სადმე მიდივართ? აი ხლა მარტოები დავრჩით მეგობრებო. ასე თუ ის. მე მინდა ვისაუბრო რაღაცეებზე რა, ეხლა რა 1600 კაცი ვართ და ბარემ ვისაუბრეთ რა. ნახეთ, ჯავხრა მაგარი უღრმესი მადლობა. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ამ ლაივში ყოფნით გთხოვთ რომ გადავიდეთ მესენჯერზე მომენტალურად და მარიამს მივცეთ ხმა კეთთართიც დააწვევით და შემდეგ მარიამს რაღაც აკეთებთ. ახლა ნახეთ, მარიამი არის ადამიანი, რომელიც პროექტში რომ მოვედი გავიცანი. პროექტში შესვლამდე გავიცანი. ნახეთ, კარები გავაღეთ ერთად და ერთად შევედი. მარიამა თავისი ძველი ცხოვრებიდან გამომდინარე დაიწყო ისეთი მოქმედება იქ, როგორც მომენტალურად ცხოვრებაში მოქმედება, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დაალაგდა ასე თუ ისე და ამ ყველაფრის დაალაგების შემდეგ მარიამი მე ვცდილობდი რომ სხვა ადამიანად დამენახებინა ადამიანებისთვის და ისიც ცდილობდა რომ სხვა ადამიანი ყოფილიყო და ეს ყველაფერი ნაწილობრივ შევძელი ჩვენ ხო ხდებით და ის ვიდეოები რაც კი დეოს რასაც ავრცელებთ რასაც ის ამ ყველაფერს აქვს მიზეზი და ამ ყველაფერს აქვს რატომ როგორ და რანაირად ეს ყველაფერი უნდა განიხილოთ თქვენ მეგობრებო ნახეთ ამ ყველაფერს გაიაზრებთ მე უკვე მიხვდები თქვენ რაში და როგორ არის საქმე მომენტალურად ახლა ან ის კიდევ ვიძახი იმ მომენტს რომ ის ფოტოები და რაღაცები ცელდება რაღაც მარიამის ანუ აი რატო აკეთებთ ამ ყველაფერს მარტო იმ მომენტში ანუ რაღაც ვიწეკი მეცინა მარიამი უბრალოდ მოდის და გვერდზე მიწვება და შემდეგ ნახევარი საათი მძინავს დგები ფეხზე ვინც ლაივს უყურა ყველამ დაინახავდით ფოტოებს დგები ფეხზე გავდივარ ოთახში და ძილს ვაგრძელებ და ისე შეკერეთ თემა რომ აი თითქოს ვაიმე და რაღაც მსგავსი ანუ ნახეთ მარიამი ახალი ფურცლიდან იწყებს ცხოვრებას თქვენ რატო ვერ იაზრებთ მაგას მარიამ ახალი ფურცლიდან ცხოვრება დაიწყო ერთი კვირის შემდეგ როდესაც მასთან გადავედი და ყველანაირად ვცდილობდი იმას რომ მარიამთან ყოველ საღამო მქონდა საუბრები ანუ საუბრები რას ნიშნავს ფსიქოლოგიური საუბრები და ამ მსგავსი საუბრები რადგან დამენახებინა ის რომ ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება ხო ხდებით და ახლა თქვენ ნახეთ თუ იმას ფიქრობთ რომ ეს გოგო აი ეს არის ესე თითქოს იძახის ეს არის ეს ნახეთ პირველ რიგში განიხილეთ ის რომ ადამიანს შეიძლება ნებისმიერი დაბრკოლება თავს გადახდეს ნებისმიერი შეიძლება ძალიან ცუდა მომენტში გაიჩნდეთ ნებისმიერი ადამიანი და ისე ჩამოგეყალიბდეთ გონება რომ აი ასე უნდა ვიმოქმედო როცა ასეთი სიტუაცია იქნება მაგრამ
გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თავია გვერდში როგორი ადამიანი ყავს. გვერდში თუ ყავს საჭირო ადამიანი, ამ ყველაფერს ისე კარგად გაითავისებ და ისე კარგად შეიცნობ, როგორც ან დარწმუნებულები იყავით, რომ ძალიან კარგად მოხდება ეს ყველაფერი. რამე თუ ხდება, აუცილებლად მაგ ყველაფერს აქვს მიზეზი. პირველი მიზეზი, რატომაც მარიამა ესეთი სიტყვები გააჟღერა, ის იყო რომ ის იყო იმ მომენტში ნასვამი. როდესაც მარიამი ნასვამია, იმ მომენტში თავის სიტყვის მომენტში ვერ აკონტროლებს და მარიამს აქვს ეს თვისება, რაც მოვედი იმის მერე დაკვირვებული ვარ რა, აქვს ის თვისება, რომ როდესაც ადამიანთან თუნდაც მე ხანდახან რო ვეხუმრები ხოლმე რა, ანუ ისე რო ვეხუმრები, აი მარიამ რაღაცა ის სერიოზულ სახით რო ვეხუმრები ხოლმე, მაშინაც კი თავდაცვის რეჟიმში გადადის და პასუხობს ხოლმე. რაღაცა პასუხობს ხოლმე რა და ნახეთ ადამიანი როცა ესე არის მიჩვეული, იმიტომ რომ დამიჯერეთ თქვენ არ გამოგიმლიათ ის რაც მარიამა გამოგიარა რა და გთხოვთ ნუ ვისაუბრებთ ისე რომ თითქოს აი რაღაცა ვაიმე და ეს სიტყვები წარჯღერა და რაღაც უბრალოდ გიოც ავდაბადების დღეს ბებია ჩემის დაბადების დღეს არის და და ჯანმრთელობი ყავს და მაგაზე ვაფშე არ ვფიქრობ. არც ვიყავი ნაჩხურები. მოგრმესი მადლობა. მარიამი გამოიყურება ძალიან ლამაზად, მინდა გითხრათ. მოგრმესი მადლობა უციხმა რომ მიესეთ მარიამს. ძალიან გიუმაგები ეს რადგან ძალიან ცნობილი მომენტი იყო ვიღაცამ დავადო თავის სოულს ხო და ვიცი მადლობა ელე მადლობა ძალიან დიდი შემატკივრობისთვის და გოჩი რომისთვის და არ მგონია რომ მარიამ მოდი ორ წუთს აი რა სიტყვებს წერთ აი რა გამშობენ იმიტომ აუტსაიდერის კამზე ყოველ კვირას მევზია ფაქტიურად აუტსაიდერის კამზე არ არის ეს კოალიცია. თქვენ რატო არ გესმით ეს? მართლა მაინტერესებს. ანუ რატო წერთ ესეთ კომენტარებს? ძალიან დიდი მადლობა ნადიბაძე. ხო, და მოდი ხალხს მოუწოდოთ რა. მოგესალმებით. როგორ უნდა მისეთქვა და მესენჯერზე გადახვალთ კეთდაც დააწვევით და აუცილებლად ხმას მისცემთ მარიამს. მარიამი ძალიან ლამაზია, ვიცი რომ ძალიან ლამაზია დიახ. მადლობა. მარიამ გვიყვარხარო. მე ძალიან მიყვარხარ. მადლობა როგორი ოქრო. ანტინი კომენტარი ყველა წუთში ვწერო. სოყარლებია. მიდი აუცილებლად მარიამს ხარი დავუჭიროთ რაღაცნაირად, იმიტომ რომ ახლა შეიძლება ყველაზე მეტად მარიამის ხარ. მაგარი კომენტარი. პირადში ასეც მაგარი ყველაფერს ნახავთ. არ ვიცი ეს რა და როგორი იქნება, ასე რომ ბიჭო რა გჭირთ აი რა კვალიცია რა ის კაცო ყოველგვარ აუტსაიდერის კამზეს კვალიცია მეც ვიყარ დოგრომესი მადლობა მარი ჩემპიონსა ულამაზეს ხელიდან არ გაუშავა აჯიკა უნდა დავარდეს ამღარ მეგობრებო მარიამი უნდა გახდეს აუცილებლად ხმის ლიდერი რა დამიჯერეთ ესე აჯობებს ყველასთვის ერთმანეთს როგორ ხდებით უღრმესი მადლობა ნახეთ დავხტა მე არ შემიჭრია ამოდი ახლა დავდებ ვიდეოს იუზები რომელია რაღაც სია უნდა გადავცე ხვალისთვის რაღაც მეგობრებო 1600 კაცი ვართ გვერდი რომ დავაფოლოვოთ არა აბა წავიდა ფოლოვები ახლა უეჭოლე ახლა ვართ 99 ფოლოვერზე ავიდეთ
აუცილებლად 200 ფოლოვერი მოგვიმატოს და იმას ვიზავ სიას გაუგზავნე იმათ უკვე. და აუცილებლად ყველა მიეცით ხმა გთხოვთ 0933 არის მარიამის ის. რაშევით როგორ ახართ? ჩავახ დაგაფოლოვებით აუცილებლად. უღურვესი მადლობა ფოლოვებისთვის. ძალიან ჯიგრები ხარ. კარგია, კიდევ 17 კაცი მოგვემატა, ჩვენ უკვე 17 კაცი მოგვემატა, მეგობრებო, უღურვესი მადლობა. საკეთილოდ წყვილი ხართ, როგორ დავწერო ხმაო. Messenger-ზე გადაიდ, get started, ხმა მიეცით. ნუ ჩერდებით. დამარიოს გამოუყურებ, უღურვესი მადლობა, რა თქმა უნდა. დღეს აუცილებლად უყურეთ. მეგობრებო, აი ესე იმას ვქნათ, რა ქვია, დავაფოლოვოთ 132 კაცი მოგვემატა ამ ლაივით, უღურვესი მადლობა. ჯავაბრას ერთი როგორ დაუშიო ერთად ხარ შენ და მარია ჯავახ მიყვარხარ ძალიან უღურვეს მადლობა შენ და მარია მარიამი სად არის მარიამი აქ არ არის გავიდა მადლობა ფოლოვისთვის მარიამ მადლობა ნიკო მადლობა სანდრო აბი მადლობა ანასტასია ფოლოვისთვის. აი მე რამდენი ხალხი მაფოლოვეთ. მე ვასები წავა. მადლობა, უღურვესი მადლობა. ნინს მადლობა, საბა მადლობა. ინი მადლობა. ზურა მადლობა. თათა მადლობა. მარიამს მეცით ხმა მარიამს რომ მიუწეთ ხმა თუ შეგიძლიათ 0933 არის ნომერი რაღაცა დაკიდანს დავიხმაროთ მე ჩავახავარ ვაშენ გენაცვალე ჩავახ რა უცაურია სხვა სოიზახი ჩავახეს ჩავახ შენ გენაცვალე ძმა მადლობა ფოლოვერსთვის ლიკა ნული 933 ნინი მადლობა ფოლოვერსთვის. ყველა დავაფიქსიროთ 0933 ჩაბა მადლობა ფოლოვერსთვის. აღარ მეყვარხარ შენ და მარიამ მე თქვენ გინასვალე თქვენი იმედი მოქვს რომ ეხლა მართლა ყველაფერი ისე მოხდება როგორც ჩვენ გვინდა. უღურვესი ჩაო შენ სახელი თქვი აუ ვერ წავიკითხეთ დაწერი ჰაუსის Facebook-ზე. თეკლა უღურვესი მადლობა ფოლოვერსთვის. რასაყარლები ყველას მინდა რომ მადლობა მოგიხადოთ იმიტომ რომ მართლა გაინტერესებთ რა. ეს რასაც ვწევ როგორც ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ და ან მართლა გაინტერესებთ რა. ვიად ნახეო მოდი ახლა მარიამთან ერთად დავდე ვიდეოს და დავაწერო უნდა უგულშემატკივროთ აუცილებლად. მიყვარხარ ვაიმე მადლობა რასაყარლები აი მაგითო მიყვარხართ რა ჩემი კომუნიტი რომ აი ერთი ცუდი კომენტარი ვერ წავიკითხე გვანცა მადლობა ფოლოვერს ერთი ცუდი კომენტარი ვერ წავიკითხე აი სუ კარგი კომენტარები იწერებოდა აი მაგითო მიყვარს ჩემი კომუნიტი რა რომ აი ესე საყვარლად ესე კარგად ესე არ ვიცი რა ძალიან დიდი მადლობა მართლა ამ სიყვარულისთვის დამიჯერეთ რა ინგაჩებს თუ კომენტარებს ფოლოვერს გოგო ეგეთი ხო აი მადლობა ფოლოვერსის მარიამ მადლობა ფოლოვერსის მარიამი აქ არის ხო ერთად ხართო თქვენ გამოვუყურებ ჰაუსს მადლობა ფოლოვერსის კეთა მადლობა რა გაწერია ტატუ აქ ჩემი ოჯახის სახელები მოწერია მადლობა ფოლოვერსის მარიამ გინდა ნინი მადლობა ფოლოვერს ლოიცო გაჭ აი ის მაგის ხმა წავედი ახლა მე ვიდეოს დავდებ და აუცილებლად გადაამოწმეთ იმიტომ რომ ძალიან აუცილებელი იქნება ეს ვიდეო თქვენთვის ამიტომ ყურადღებით იყავით ნახვამდის და უღურვესი მადლობა დამფოლოვეთ თუ გინდათ რომ შეიტყოთ ახალი ნიუსები, ამიტომ ყველა ჩაუჯექით ლაივს, რადგან თვალები გააღებოთ რამე კონკრეტული მონაკვეთი თუ გაინტერესებთ და რამე კონკრეტული რაღაცებთან დაკავშირებით ყველაფერში რამე შეკითხვები გიქნებათ